5 საათს 1 წუთი გადასცდა. ამიტომ მომიწევს 6-ზე დავიწყო მეცადინეობა. ხო, აი ესე მეწელება ხოლმე მეცადინეობა საათობით. ეს კი პროკრასტინაციის ერთ-ერთი მაგალითია. როცა რაღაც გაქვს გასაკეთებელი, რაც დამღლელი, რთული ან მოსაბეზრებელია, ყველანაირ მიზეზს იპოვი, რომ ეგ საქმე გადადო. აი ოთახის დაალაგება რომ მეზარება ხოლმე. დედამიწის ლუქსუსს ხვალ ყველა საქმეს გავაკეთებ. ვიმეცადინები, ვარჯიშებ, მეგობრებს ნახავ და მერე დავიწყებ ოთახის დაალაგებას. ნუ თუ დრო დამრჩა. საქმე ისაა, რომ მთელი ეს დრო მაინც მაწუხებს ის ფაქტი, რომ ოთახი დასალაგებელი მაქვს. ამიტომ ვერც ვისვენებ და ვერც სიამოვნებას ვიღებ სხვა რაღაცების კეთები. ეს კი უფრო დამღლელი და სტრესულია. ხშირად ის საქმე, რომელსაც დიდი ხანია თავს არიდებ, სინამდვილეში სულაც არაა ისეთი დამღლელი ან რთული. მთელი კვირა თავს ვარიდებდი ჩემი თუთიყუშის გალიის დაალაგებას, მაგრამ გუშინ საბოლოოდ გადავწყვიტე საქმის გაკეთება და 9 საათში მოვრჩი. გონის საქმის კეთებაზე მეტი დრო მასზე ფიქრში და ნერვიულობაში დავხარჯე. ამიტომ გირჩევს ცადო და პირველი ის საქმე გააკეთე, რომელიც ყველაზე მეტად გეზარება. და შენ რომელი საქმე გადადებ? დაგვიწერა კომენტარებში.